გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარია და სერბეთი მზად არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას უმასპინძლონ. შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ნიკოლა ბიდომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ინფორმირებული იყო შვეიცარიის სათყოფნის შესახებ, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აგრეთვე განაცხადა, რომ მზადაა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას ბელგრადში უმასპინძლოს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრა ჯერ არ მომზადებულა, თუმცა ტრამპის ახალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა აღნიშნა, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება. ჯერ არ გადაგვიწყვეტია, როგორ იქნება შეხვედრის ფორმატი. ამაზე ვმუშაობთ, თუმცა ველოდები, რომ საუბარი უახლოეს დღეებში ან კვირებში შედგება. პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების ორდერი ტრამპთან შეხვედრისთვის დაბრკოლება იქნება. შვეიცარიის ან სერბეთის მთავრობა ვალდებული იქნება პუტინი დააპატიმროს, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში საბჭოს უფლება აქვს გამონაკლისი დაუშვას. დონალდ ტრამპმა, რომელიც აკრიტიკებდა შეერთებული შტატების მიერ უკრაინის დახმარებას და ეჭქვეშ აყენებდა ნატოში შეერთებული შტატების წევრობას, მოკავშირეებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. არჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კიევსა და მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს, ხოლო ომს 24 საათში დაასრულებს.